დღეს გაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ქალბატონო მაია, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და ვერაუნით გვერდს უნდა დავიწყოთ ირანში მიმდინარე მოვლენებით, მაშინ როდესაც რაღაც მთელი სოფლიო ალბათ გარინდული იყო იმის მოლოდინში, თუ როდის დაიწყებოდა ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. უცნაური ამბები მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს გაჟონათ ეთრის სახლიდან ინფორმაციამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს დაარწყას ირანს, რასაც ორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა. ყოფილიყო სიმართლე, ყოფილიყო ირანის ხელისუფლების მოდუნების მიზანი ჰქონოდა. ამას შემდეგ კოს უნდა დაესაჯათ სიკვდილით პირველი ამბოხებული, ერთ-ერთი პირველი ამბოხებულთაგან, მაგრამ შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ მე ამ ისტორიას იმიტომ ვყვები, რომ გარდა როგორ იყო ეს შეფუთული, რომ მე მივიდეთ თქვა არსამდე. მე ტრამპმა თქვა, რომ მე ვიცი, რომ არავინ დაუსჯეთ სიკვდილით, ირანის ხელისუფლებამ თქვა, დიახაც, ჩვენ არავის არ ვჯით სიკვდილით და უცებ გაირკვა, რომ თურმე ეს ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა, რომ სტარლინკი ეს უფასოდ ჩაურთო მასკმა ირანელი ხალხის ბედნიერებაზე ზრუნვის მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, ასე ვთქვათ, აგენტურისთვის, რომელიც ირანში და აღმოჩნდა, რომ ირანის დაზვერვამ ეს ყველაფერი გაშიფრა და ბუნებრივად ვერ გაშიფრავდა დახმარების გარეშე ეს მოკავშირეები რუსეთი და ჩინეთია, რა თქმა უნდა. ანუ რა მოხდა და როგორ შეიფუთა ეს ამბავი და შემდეგ სინამდვილეში როგორ იყო და რამდენი ხნით გადაავადა ამან ირანზე სამხედრო ოპერაციის განხორციელების პროცესი. პირველ რიგში თქვენ და თქვენს თლიანად Georgian Times და მაყურებელს მსვენელს ულოცავ ახალ წელს ბედნიერი ყოფილიყო 2026, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან დატვირთული იქნება შინაარსობრივად. ამაში უკვე დავარწმუნდით 1 იანვრის მერე და ბედნიერ ნათლისღებას ვუსურვებ მართლმადიდებლებს. სიურპრიზები დაიწყო 2026 და ამ სიურპრიზების ავტორი, ანუ თოვლის ბაბუა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ახალი ამბების დონალდ ტრამპი აღმოჩნდა. შემოიტანა ვენესუელის ეს რაღაც უცნაური მოლოცვა, ასე ვთქვათ, რომელიც დღემდე ვერ გარკვეულა, რომ იყო ეს მოლაპარაკება, იყო ეს გაყიდვა შიგნიდან თუ რა იყო, მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ 2026 წელი ნავთობის ომების თუ სხვადასხვა ტიპის ომები გვახსოვს, ნავთობის ომები იქნება ალბათ, ან ნავთობის სურვილით გეოპოლიტიკური ცვლილებები. ფაქტიურად ეს იყო ვენესუელაში და ირანში რეალურად ეს მიდის, აბსოლუტურად. ეს კავშირი ერთმანეთთან, ეს ორი და ორივე ჩინეთთან. რა თქმა უნდა, ჩინეთთან, რუსეთთან და პირველ რიგში ნავთობთან, ხო, ეს არის მთავარი დროშა. მინდა რესურსები და ძირითადად გრენლანდიაც იგივე ფაქტიურად იგივე ჯაჭვის სხვარგული არის და მხოლოდ ეს სურვილები, სადღაც აი ძველი ფეოდალური პერიოდის გადანაწილებას გვაგონებს და დაყოვითი ომებია კი რა თქმა უნდა და თან იცი ძალის სამართალი. მე ვუსმენდი, იყო ძალიან საინტერესო ჰენრი კისინჯერის მსჯელობები თუ როგორი ტიპის უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, ძველი ტრამპის ალბათ პირველი პრეზიდენტობის დროინდელი, თუ როგორი მართალია ის არ არისო ბრწყინვალე პოლიტიკოსიო, მაგრამ მან იცის ძალის ენაო და მართლა ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიოში ძალის ენით წავიდა საუბარი. რასაც თქვენ ამბობთ, ახლა ირანი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია და არა მარტო ჩვენთვის, რაც ახლა ბრძანეთ, რომ თითქოს შეჩერდა ეს. არის ესეთი ვერსიაც, რომ საუდის არაბეთის ქვეყნებმა, როდესაც ეს გათვალეს, იცით, მართლაც თუ დაიკეტა სპარსეთის ყურის ეს სატრანზიტო გზები, ძალიან სერიოზულად მოიმატებს ნავთობის და სერიოზული კრიზისი შეიქმნება. და თითქოს დონალდ ტრამპთან ზუსტად ეს საუბარი იყო, რომ არ არის მიზანშეწონილი. ანუ თუ არაბული სამყარო ნავთობის მფლობელი არაბები, ასე ვთქვათ რა, ნავთობმომპოვებელი არაბული ქვეყნები, თუ ადრე ირანის წინამდე გამოდიოდნენ, დღეს ეს გადახედეს და დღეს რეალურად ეს პრობლემა შექმნის რეგიონში. ანუ ნახეთ, რეგიონის ინტერესი უფრო წინ დადგა. და ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც გუშინ ვუსმენდი თურქ პროფესორს, რომელიც აი
იცით მისმა ხედვამ მისი ხედვა მომეწონა ეს დაახლოებით ის ხედვა არის რომლითაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით აზროვნებას ჩვენ იმ კატეგორიებში ვაზროვნებდით მაგრამ რაღაც პერიოდი ამოვარდით აქედან ის რას ამბობს იცით ჩვენო მართალიაო ირანიო კონკურენტიაო პრობლემებიც გვაქვსო მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთო არა იმ პრიზმაშიო როგორცო ევროპელებიო ბრიუსელიო და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანაო ნუ ეს ჩვენც ვართ მათ შორის არამედ არაფასეულობებ ღირებულებითი პრიზმაში კი არ ვატარებთო, არამედ ვუყურებთო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულადო. ის არის დანახეთ ჩვენ და იგივე ევროპელები ხო? ამას მართლა ღირებულებით პრიზმაში ვუყურებთ. ირანი ცუდია, ამიტომ. და გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურ პრიზმაში თუ გაატარებ, სხვანაირად დაინახავ. აბსოლუტურად სხვანაირად და ირანის მართალიაო ირანი ჩვენი კონკურენტიც არისო. რაღაც საკითხებში მოწინააღმდეგეცო, მაგრამო აი ეს უზარმაზარი მასტაბილიზირებელი ფაქტორია რეგიონშიო. და მართლა თუ რეგიონზე ფიქრობ, დაშლილი ირანი და არეული ირანი, ეს არის კატასტროფა რეგიონისთვის. თუ არაბულის ნავთობმომპოვებელი არაბული სამყარო ამას მიხვდა. თუ თურქეთი ამას ხედავს, ეს ხო ჩვენ პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, არა? იგივე დამოკიდებულება, ისე კარგად ახსნა, იმიტომ კი არა რომ სომხეთი უყვარსო ირანი, იმიტომ კი არ არის სომხეთი და სომხეთი უყვარსო. არა, უბრალოდ ეს არის დაბალანსების პოლიტიკაო და აი ამ ნახეთ ცივი პრაგმატული ხედვის და გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული, პირველ რიგში გეოგრაფიული. აი ამ ხედვას თუ გამოვიყენებთ, მხოლოდ ასე იქნება ჩვენი მომავალი გარანტირებული, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ რასაც ვხედავთ, აი ირანი რატო გვაშფოთებს ეხა ვიღაცები სპეციალურად ცდილობენ განაარესმით, თქვა ჩვენზე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, დაკირავებულ ადამიანებს, განაარესმით, გადასარევად იციან, მათ უბრალოდ დავალება აქვთ და ასრულებენ ამას. ან იდიოტები არიან, ვინც კიდე დავალების გამო არაკეთებს, უბრალოდ იდიოტია. ხონდა განსაზღვრო, შენ საქართველოს რაელის აქ აზერბაიჯანს სხვა პერსპექტივა აქვს აბსოლუტურად, მას თურქეთი ყავს გვერდით და უზარმაზარი ირანული აზერბაიჯანი, ხო? სომხეთი ალბათ დაიკარგება ხლიანად ეს პერსპექტივა, ცუდი პერსპექტივა აქვს სომხეთს და საქართველოს ამ შემთხვევაში და ყველა დუმ საქართველოს, იცით? საქართველოს კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ჩვენ დიდი საფრთხე გვაქვს, მაგრამ უფრო 50-50, მაგრამ იცით რა არის ამ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს ახლა პუტინის გამოსვლას თუ უსმინეთ? ძალიან საინტერესო ხო, მშვიდობა თავისით არ დგებაო, მას შრომა სჭირდება, მუდმივი, თან ყოველდღიური შრომაო. ძალის ხმევა და პასუხისგებლობა და არჩევანის უნარიო. ნახეთ, ძალის ხმევა ჭირდება მშვიდობას თავისით, მშვიდობა არ დგება. და ჩვენ რომ საუბრობთ, კი ჩვენ გვაქვს ესეთი სურვილები, რომ ნეიტრალური ქვეყანა ვიყოთ. ეს რუსეთის გარეშე ჩვენი ხვალინდელი არც გეოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური, არც სატრანზიტო, არც არანაირი ფუნქცია არ გადაწყდება, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ჩვენ ყავს ყველაზე ძლიერი მეზობელი, ეს არის რუსეთი, რომელიც სამი პოლიტიკური ცენტრიდან ერთ-ერთი არის, ხო? ჩვენ ჩინეთის მარტო ჩინეთის იმედზე, რა თქმა უნდა, ჩინეთს თავისი რეგიონი პირველ რიგში აინტერესებს და დონალდ ტრამპმა გვაჩვენა, რომ ყველას აქვს თურმე უკანა ეზო. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ არის ხო, ჩვენ გამოვდივართ რუსეთის უკანა ეზოთ, კი ბატონო. გამოვდივართ კი, მაგრამ იცით რა არის? და მტკივნეულია ჩემთვის როგორც ქართველისთვის ამის თქმაც და მოსმენაც და მაგრამ მეორე არის რა იცით იგივე გეოგრაფია, ხო? რომელიც თავის დროზე მაკრონმა შეგვახსენა რა გეოგრაფიულად. თუმცა მე თქვა რომ სომხეთი ისე ახლოს არის ევროკავშირთან. ნუ იცით რა არის? აქ გეოგრაფია მუშაობს ან არ მუშაობს? კი, მაგრამ ერთხელ ნათქვამი ყველაზე კარგი მე იმ თურქი პროფესორის ინტერვიუ რატომ მომეწონა, იცით, გამახსენა ის რითიც ჩვენ რა კატეგორიებში ჩვენ ვაზროვნებდით. რა არის მშრალი ნაშთი, რა არის გამოსავალი, რა იქნება შედეგი, მიზე შედეგობრიობაზე. აი აქ თქვენს ერთხელ, თქვენს მეორედ, ხო მე შეცვალეს. ჩვენ უკვე აქ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ ერთხელ გაეპარა სიმართლე, ის სიმართლე უნდა დაიჭირო. მე ის კი არა გადაკეთებული, როგორც ახლა თქვა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თქვათ 24 საათი მისცა ჯერ
შემდეგ თითქოს შეჩერდა, ოღონდ ეს არაფერს არ ნიშნავს, ამერიკელები არასოდეს ჩერდებიან. ისინი მიზანმიმართულად 5 წლის მერე, 10 წლის მერე, მაგრამ ყოველთვის მიყვებიან ერთ გზას. ესე რომ ეს ირანმაც რაღაც უნდა გააკეთოს ისე რომ თავი გაიცოს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუბრებია და მე ვუსმენ ძალიან დიდი ინტერესით, იმიტომ რომ ეს საქართველოს ეხება. ეხება პირდაპირ რეგიონის გადანაწილება, ხო გენოეთ, აი არეული ირანი, გარდა იმისა, რომ ჩვენთან ამბობენ, რომ ეს ამდენი ირანელი რომ დაიძვრება მიგრანტთა ეს არაფერია იმასთან შედარებით თუ რეგიონის გადანაწილება მოხდა ღმერთმა დაიფაროს რაც შეიძლება მოხდეს თორე მიგრანტთა ნაკადები ეს მინიმალური საფრთხე არის რა იმასთან შედარებით რაც შეიძლება მართლა მოხდეს რეგიონში აი ამ აწეწილობის მაგრამ და აზერბაიჯანს კარგი დღე არ დაადგება სხვათა შორის ხო მაგრამ ჩვენ კიდე არა ჩვენ ნამდვილად სუდღეში აღმოჩნდებით და მართლა ერეკლე მეორეს ის არ გაგვიხდეს სახვეწარი უცებ არის კაჩქარა როგორმე გამეჯნა მოახდინე და როგორმე ჩაგვიდექი ჩუაში ეს არ გაგვიხდეს სახვეწარი ძალიან სწრაფად და ძალიან ავარიულ რეჟიმში რა ეს არ მოხდეს მე ამის მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თვითონ როგორ დასრულდება ეს რუსეთ-უკრაინის ომი ანუ რუსეთის პოზიცია როგორი იქნება და ალბათ შემდეგ უფრო შეიძლება ამაზე ლაპარაკი რასთან მიმართებაში თუნდაც იგივე შავ ზღვასთან მიმართებაში ხო აი შავი ზღვა ნიშნები არ დგას მე მგონი ეს საკითხი უკვე გარკვეულია აი რა გაფიქრებინებთ ამას თუნდაც აი პუტინის გუშინდელი სიტყვები მშვიდობა არ დგება თავისით მშვიდობა სჭირდება შრომ ძალისხმევა და ყოველდღიური ძალისხმევა ძალისხმევა არის ის რომ რაც ხდება ფრონტზე და რუსები პირდაპირ ამბობენ ხომ ჩვენ მშვიდობის მომხრები ვართ მაგრამ მათ არ შეუჩერებიათ ერთი დღე არ შეუჩერებიათ წინსვლა ხო ეს გადაწყვეტილი საკითხია რა თქმა უნდა გააძლიერეს და ხედავთ ახლა რომ ახლა ძალიან თანამუგრძნობ ადამიანებს ჩვეულებრივ ადამიანებს რომლებსაც ომი არ უნდათ მაგრამ ამ ომში არიან გაბმულები სულ სხვა ძალიან ღრმა და ძალიან ბინძური ჩვენთვის და ვიტყვი კიდე რელიგიურიც კი ხა ზელენსკი რო გამოვიდა და ბიბლიაზე დაიფიცა აი ყველაზე დიდი ტყუილი ალბათ აი მაშინ დაიწყო იცი და ყველაზე დიდი უბედურება მართლმადიდებლური უკრაინისთვის როცა ზელენსკიმ დაიფიცა ბიბლიაზე აი აქ იყო ეს იყო ნონსენსი აქედან დაიწყო ყველაფერი და აქ რომ ჩაფენილია ძალიან დიდი ინტერესები სიონისტური უკვე ხო გასაგები არის მაგრამ მიუხედავად იმისა რომ თუ თავიდან იყო გარკვეული მოლაპარაკებები სუმის ოლქზე ოდესასთან მიმართებაში მე მაინც ეჭვი არ მეპარებოდა რომ ოდესას არ დათმობდა და ოდესა ფაქტიურად ბეწვზე კიდია და ეს დღეები რომლებიც აი ამას გადაწყვეტს არა ეს სავაჭრო დღეები არის ჩემი აზრით ეს არის მხოლოდ სავაჭრო დღეები ჩვენზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი ხო ჩვენ თუ იმათი ვაჭრობა საუბრობ და შავ ზღვაზე არა მე გულხორო ჩვენც ვერ დავიწყოთ ვაჭრობა რუსეთთან მე ჩვენ რა არიცით ჩვენ ვერ დავიწყებთ ვაჭრობა სამწუხაროდ ჩვენისთანა ქვეყნები ჩვენისთანა პატარა ქვეყნები დღეს ის რაც დონალდ ტრამპმა ისი დემონსტრირებაც მოახდინა ანუ ძალის სამართალი იქნება თუ ვუსმენთ აი იგივე რუსეთის პირველი პირების გამოსვლებს ისინი გაეროზე აკეთებენ აპელირებას ჩინეთიც იგივე საკეთებს მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია საერთოდ არ ცნობს ამ ყველაფერს აქ არის მე არ მაინტერესებს კანონი პროფესორმა ევსტაფიევმა თქვა ძალიან მომეწონა ეს ირონია ამერიკის შეერთებული შტატებიო ცდილობს იყოს ერთპოლარული ოღონდ ეს ერთი პოლუსი დონალდ ტრამპია თვითონო პირადად ხო როდესაც მან თქვა რომ ჩემი ზნეობა ყველაფერს განსაზღვრავს ეს ამასაშეს ამერიკის მაინც ერთქვა აი ზუსტად ეს არის რა ან ამერიკის ინტერესები ეს მაინც ერთქვა ერთპოლარული და ეს პოლუსი პირადად დონალდ ტრამპია აი ამ სიტუაციაში რა არის ჩვენ ალბათ უნდა დავივიწყოთ დროებით მაინც თუ გაეროს
თუ გაერო შენ არ ჩუნდა იმ ფორმით, როგორცაც ამას რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, ანუ ეს 2+2 მე გამოთამაშე ხო? მაშინ კი, მაგრამ თუ წავიდა ყველაფერი იმ ძალისმიერი ძალის სამართლით, არა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენესთან ქვეყნები არაფერს არ წყვეტენ, ჩვენ უფლებები ასე შემდეგ, ხო ხედავთ ამოვარდა დემოკრატია, უფლებების დაცვა, ეს ამოვარდა. ნავთობი მინდა, რესურსები მინდა. მაგრამ გაეროც რო იყოს, გაერო რა შეცვლის ქალწნობა. აი დავუშვათ გაერო რა ბერკეტი აქვს და საერთოდ ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდნენ აქტიურად, რომ გადახალისებაა საჭირო გაეროს, იმიტომ რომ ის იქცა ფორმალურ ორგანოდ, რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებას. თუნდაც იგივე ჩინეთის და რუსეთის აპელირება გაეროს და ეს მართლაც თვალშისაცემია და საერთაშორისო სამართალზე, თუმცა ტრამპმა გასაპასუხა არ არსებობს საერთაშორისო სამართალიო, რა ბერკეტი აქვს გაეროს? თუ რეფორმირება, თუ იცით გაერო თავისთავად რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ და ვერც ერთი ორგანიზაცია თავისთავად ვერ იქნება, ნატო ვერ იქნებოდა თუ ამერიკა არ დააფინანსებდა, ხო? ანუ აი იცით ძალას აძლევენ რომელიღაც ინსტიტუციას, ძალას აძლევენ და უფლებამოსილებით ტვირთავენ და პასუხისგებლობას აკისრებენ და მერე ახორციელებენ ქვეყნები თუ შეთანხმდებიან. ამ შემთხვევაში რუსეთის და ჩინეთი თუ მოინდომებენ რომ გაერო იყოს ქმედუნარიანი, რა თქმა უნდა იქ ბევრი რამ შეიცვლება და ალბათ კი არა ძალიან კარგი იქნება საერთაშორისო სამართლის რაღაც ფრაგმენტი მაინც დარჩეს, თორე არ შეიძლება წარმოუდგენელია სამყარო გახდეს ისეთი როგორც ტრამპს უნდა. ეს წარმოუდგენელი რამ არის. ჰენრი კისინჯერზე რო გითხარით, ზუსტად აი ძალისმიერი მასო ძალის ენა იცისო არ არის წინვალე პოლიტიკოსიო წინვალე არა უფრო ნაკლებიც არის მაგრამ ძალის ენა იცისო ნახე და თუ ძალისმიერი გახდა 21 საუკუნეში სამყარო მაშინ როდესაც ყველაფერი შეგიძლია მართო ყველას მოусმინო თუნდაც იგივე სტარლინკის ამბავი რომელიც ახლა ირანში წავიდა ხო რუსეთი ან ჩინეთი დაეხმარენო ფაქტია რომ დაეხმარენ და რომ არა მათი ჩარევა პრაქტიკულად დღეს უკვე გადატრიალება მოხდენილი იქნებოდა და ალბათ მომხდარი იქნებოდა და ალბათ ამაზეც იყო გათვლა და თუ გადატრიალება მოხდებოდა ამ დროს წავიდოდა უკვე ფაქტიურად ისრაელიდან რუსეთმა გაიყვანა თავისი დიპლომატები ხო და ძალიან ბევრმა ქვეყანამ ანუ ამ დარტყმისთვის ემზადებენ ეს დარტყმა არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან რა თქმა უნდა ეს ჰაერში არის და ჰაერში ტრიალებს და ალბათ ეს საფრთხე რაღაც უნდა მოხდეს მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს ირანი უნდა წავიდეს ამაზე და ჩემი აზრით მაინც პეზეშკიანი რომელიც გარკვეულწილად მაინც უფრო ექიმია შედარებით უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსია კი აქედან გამომდინარე მე მგონია რომ მაინც ეს ტვირთი პეზეშკიანზე გადავა და პეზეშკიანს მისცემენ იმის საშუალებას რომ მან რაღაც ცვლილებები განახორციელოს ანუ ირანი წავიდეს დათმობებზე იმისთვის რომ გადააბადოს ამერიკის და ისრაელის თავდასხმა რა თქმა უნდა იცით მართლა ახლა შესაძლებელი რომ არის დიდი ომი დიდი რეგიონალური გადანაწილება იმიტომ რომ ამ რეგიონალურ გადანაწილებაში იგივე ისრაელს რა დარჩება ან ისრაელი დარჩება თუ არა ეს კიდე საკითხავი არის ანუ შეიძლება ის დარტყმა რომელსაც განახორციელებს ისრაელი უკვე დარტყმა უფრო ძლიერი იყოს არა ირანისგან არამედ ზოგადად რეგიონისგან იცით და ამ რეგიონის არევა ეს ძალიან რეგიონი რომელიც ფაქტიურად სახაზავით არის დახაზული ხო გადანაწილებული სახაზავი ზუსტად ესე არის რა მაგრამ არა ირანი იმიტომ რომ ირანი არა მაგრამ ნუ ახლა ხედავთ რომ ირანის შემადგენლობა იქ უდიდესი მადესტაბილიზირებელი ქურთების არსებობა ამ სამივე ერაყში, ირანში, თურქეთში და მათი მომავალი მათით მანიპულირება ჩვენ ხო ვიცით რომ აქ ძირითადად არა აი ეს მებრძოლების აძლევდნო თანხასო რომ მე მომიტინგეებიო და დაეხოცათ და ჩვენ ამაშიო ამას დავამტკიცებთო და ეს რომ ნამდვილად მე ვნახე რუკა ძალიან საინტერესო იყო გამოსვლების ინტენსივობა და ქურთების განაწილების კი სადაც ქურთებით არის დასახლებული იქ იყო ინტენსივობა ყველაზე მაღალი წარმოიდგინეთ რა და რეკლამის გამო უნდა შევწყდოთ სამწუხაროდ და ზუსტად ამ ადგილიდან გავაგრძელოთ შემდეგ ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ
ჩვენ დავბრუნდით ეთერში გამაგზავნებთ საუბარს ჩვენს სტუმართან, ქალდომაია ნიკოლეიშვილთან, ქალდომაია რუკა ახსენეთ, რუკა მე არ მინახავს. მე ვნახე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ეს თანამგზავრიდან არა თანამგზავრიდან გადაღებული. არა, ჩვეულებრივი რუკა იყო, სადაც ნაჩვენები იყო ქურთების საცხოვრებელი ირანში, ერაყში და თურქეთში. ქურთების საცხოვრებელი, სადაც ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულები. და ამის ფონზე აი ამ სამი კომპაქტური დასახლებების ფონზე ირანში სად იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ის ზუსტად ემთხოვდა იმ რეგიონებს, ქურთების განსახლების, სადაც ქურთებიც იყო განსახლებული და აი ძალიან თვალსაჩინო იყო რა, ეს საინტერესო მიგნება იყო, ვინც ეს შეადგინა, ერთ-ერთი გადაცემა იყო და იქ ვუყურებდი და ძალიან დამაფიქრებელი არის, რომ მართლა ამ ქურთების პრობლემა, რომელიც ერაყში, თურქეთში და ირანში ერთნაირად დგას და ადამიანები რომელსაც სირიაშიც კი და სირიაც იყო კი და ფაქტიურად ძირითადია რაღაც ისე გამოდის რომ პრინციპში ეს ეთნოსია გამოყენებული ის რამდენი წელია მათ ესე იყენება საზარბაზნე ხორცად ახლო აღმოსავლეთში კი ახლო აღმოსავლეთში მართლაც პრობლემა არის და არა და აი ამ სახაზავით გაყოფილი ქვეყნები შიბუნებრივია ეს პრობლემები და ანუ ფაქტია რომ ეს სახეზე არის აი ამ დიდ არეულობაში რომელიც უარეს შემთხვევაში ყველაზე უარესი ალბათ მაინც სამოქალაქო მიიქნება თუ მეწეღარო გითხარით რომ პეზეშკიანი ალბათ პეზეშკიანის სახით შეეცდებიანო ერთ-ერთი პოლიტოლოგი შორეულ ამერიკაში მცხოვრები აზერბაიჯანელია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ის ამბობდა პირდაპირ რომ შემთხვევით რომ არ ვარდება თვითმფრინავები და შემთხვევით რომ არ იღუპებიან პრეზიდენტები კი რაისიზე და რაისიანი შუაში ხსაიდან მოვიტანა გავასწრე რაისი კი ბატონო ხო და შემთხვევით რომ ეს არ ხდებაო და ეს რომ შემთხვევით არ ხდებაო და თან სად მოხდა ირანის ტერიტორიაზეო და პეზეშკიანი რომელსაც თურმე რამდენჯერმე იყო მისი კანდიდატურა და აიათოლები აჩერებდნენ ამ ყველაფერს და მას არ უნთებდნენ მწვანე შუქს ასე ვთქვათ რომ არჩევნებში მიიღო და აქ უცებ მოხდა მისი პრეზიდენტად არჩევა იცით ეს აი ამ პოლიტოლოგის აზრით ეს არ არის შემთხვევითი და ის ფიქრობს რომ მაინც პეზეშკიანი იქნება ალბათ ის პირიო ვინცო შიდა რეფორმებს დაიწყებსო ეს რამდენად უშველის ტრამპის რამდენად დააკმაყოფილებს ტრამპის გასტრონომიულ მადას ნავთობზე მე ვერ გეტყვით მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რეგიონისთვის გარკვეული სტაბილურობის გარანტია იქნება იმიტომ რომ ის ჩინური პორტების უზარმაზარი თანხები რომელიც ირანშია და თუნდაც ლოჯისტიკური თვალსაზრისით ირანი სტაბილური ირანი არის აუცილებელი ოღონდ ცოტა უფრო გათანამედროვებული და თუ ამას მიაღწევს ხო კარგი თუ არა და თუ არა ხო აი თურქეთის მაგალითი რო ავიღოთ კი მესმის რომ შიიზმი და სუნიზმის განსხვავდება ერთმანეთისგან თქვათ იდეოლოგიურად და არსობრივად მაგრამ აი თურქეთს რო უყურებთ როცა თურქეთმა შეძლო როგორი წონის აკრეფა თქვათ და გარევა სოფლიო პოლიტიკის მარაქაში და რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს თქვათ ირანმა თუმცა ისიც მუსლიმურ ქვეყნად რჩება თურქეთი და ამაზე უარი არ უთქვამს ქალდომაია აქ კიდევ აქვე შემოდის ალბათ არ ვიცი ხა შემთხვევითი იყო ეს დამთხვევა თუ უბრალოდ უნებლიეთ გამოვიდა ასე ზუსტად არა შემთხვევით რომ რუბიო შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს და ისინი შეთანხმდნენ ყოველ შემთხვევაში ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თან აი გზას ქვია ტრამპის გზავანეს ჩავიწერე სპეციალურად ტრამპის კი არა ხო და ის უნდა წავიკითხო იმიტომ სასწაული თუ არ დავწერე აქ რაღაცა აყვავების მშვიდო საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის ეს გზა ასე ქვია. მაგრამ პეტერბურგის ხო იცით პეტერბურგის წმინდა ქალაქია წმინდა პეტრეს ხო და ალბათ წმინდა ტრამპის ხო ტრამპის აყვავებისთვის და კი ბატონო თუ ეს აყვავების მშვიდობისთვის იქნა დასამწუხარო რო არა მომიწერია არ არის პრობლემა. მაგრამ ზუსტად ამ დროს დაემთხვა რომ სომხურა ამერიკული კომპანია ააშენებს ინფრასტრუქტურას თავს რკინიგზას და ასევე ენერგოობიექტებს ანუ
გადამცემ ხაზებს და ასევე იყო ინფორმაცია, რომ ამერიკულ კომპანიას გადაეცემა უკვე სამართავად ეს წმინდა დონალდის, წმინდა ტრამპის არა, წმინდა დონალდის ხო ჩვენ ხო გვარი არა სახელი. და ამერიკულ კომპანიას გადაეცემა სამართავად 59 წლის განმავლობაში და ლაპარაკია, რომ შემდეგ კიდევ 50 თქო ხა რა მოხდება 100 წლის შემდეგ კაც მარიცის, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად იყო კავშირში ირანის და მუქარას, იმიტომ რომ ირანი იჭრება, რომ დავხედოთ ახლა ჩვენ რუკას, სომხეთისგან იჭრება ირანი, ანუ შუა კი ამას სომეხი მებაჟები და მესაზღვრები იდგები, ანუ ასე თქვა ყოველთვის რუბიომ და სომხეთის სუვერენიტეტი არ შეილახებაო, მაგრამ ახლა ეს რეალურად როგორ მოხდება არ ვიცით, მაგრამ ირანს სომხეთიდან გასასვლელი ეკეტება და აზერბაიჯანთანაც არ აქვს ისეთი თბილი ურთიერთობა და იმ განცხადებაში უკაცრავ და გავჩუმდები ნახსენები არ ყოფილა იქ ლაპარაკი ომატო დანარჩენი აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს თავის ავტონომიას, მაგრამ თურქეთი რომ დაუკავშირდება აზერბაიჯანს და ეს კარგიც არის იქ ტრამპის გზა რომ იქნება, თუმცა რომ თურქეთს გააკონტროლებს ცენტრალური აზიისკენ, ჩვენთან თვალს გონიათ რომ ძალიან უნდა დასავლეთში ეს ძველი მისი ანუ ოსმალეთის იმპერიის აღდგენა და მე მგონი თქვა არ უნდა და ეხა გავჩუმდები. არა, საინტერესო მოყვებით და თქვენთან ერთად ვაწყობ იმ მოზაიკას, რომელსაც თქვათ მე მაინც ვცდილობ ხოლმე რომ აი ამ მოვლენებთან ერთად აუცილებლად რუსული მედიის თვალყური ვადევნო რუსულ მედიას და ძალიან ინტენსიურად ვადევნებ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რა ჩვენ ძალიან ხშირად გვეპარება ხოლმე. ეხლა ჩვენ ძირითად საინფორმაციო საშუალებებს როგორც წესი ინფორმაცია მაინც დასავლური წყაროებიდან მოაქვთ, მაგრამ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გამოგვეპაროს ის რაც ხდება რუსულ სივრცეში და მე ძალიან ინტენსიურად ვადევნებ ამას თვალყურს. მე სომხურსაც ვადევნებ და აზერბაიჯანულსაც კი. ეს ხოლმე მაგდეს უკვე ვეღარ ნახულობ აუცილებლად. არის აზერბაიჯანული სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგი დონის ინტერვიუები აქვთ ხოლმე კარგ პოლიტიკოსებთან. აი ეს უფრო ფრაგმენტულად, მაგრამ აი რუსულს ხო გეუბნეთ მუდმივად ვადევნებ თვალყურს და აი წმინდა დონალდის გზაზე ვთქვათ ესეთი რამ, ნუ ბჭყალებში რა თქმა უნდა ხა ხუმრობ და იცით ლამის აი ამ რანგში აიყვანეს და მე მაინც მგონია რომ ეს სავაჭრო თემა არის ზოგადად. მე არ ვფიქრობ რომ მე მგონია რომ ირანის საკითხის წინაპირობა იყო ეს ზუსტად. ანუ ამით დაიწყო, ეს იყო შესავალი. წიგნს რომ წაუმძღვარებენ წინ პატარა კომიცით. აი ეს იყო. მე მგონია რომ ეს პროექტი არ განხორციელდება, იმდენად შორს გაიჭრა ამ შემთხვევაში. რო აშენა აზერბაიჯანმა აქედან. გამერერ. კინიგზა და გზა მიიღო. კინიგზა არ ვიცი, გზა, მე კინიგზა. კი, გასაგებია, მაგრამ იცით მე მაინც მგონია რომ ეს პროექტი არ განხორციელდება, იმიტომ რომ აქ უკვე ვნახეთ, იმხელა საცეცები კი არა, იმხელა თავები ვნახეთ, თუნდაც ირანის ჯერ არ დაწყებული არ დაბომბილი ირანის, ნუ ძალიან სარკაზმით ვამბობ, მაგრამ ცოტა მწარეთ. ჯერ არ მომხდარა არაფერი და ჩვენ უკვე ვხედავთ რა ძალები ერთვება და ერთვება ის არაბული ქვეყნები, რომლებიც არიან პირდაპირ მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების. მათთვისაც კი ეს საფრთხეს წარმოადგენს. ნუ ჩინეთი, რუსეთი თურქეთი ვხედავთ თურქეთის ოფიციოზი რა თქმა უნდა არ მიესალმება აი ამ მოვლენებს რომელიც აქ მიდის ირანთან მიმართებაში და მოდი თქვა ზანგეზური ეს არის ერთ-ერთი პატარა ფრაგმენტი აი ამ დიდი გეოპოლიტიკური რყევისა ხო რომელსაც მაინც დარწმუნებული ვარ რომ არ დაუშვებენ არ უნდა დაუშვან იმიტომ რომ შეუძლებელია ამის დაშვება ხო გეუბნებით ძალიან ბევრი რამ დადგება თავდაყირა მართალია ამერიკას შორს არის მაგრამ ამერიკაშიც ბევრი რამ დადგება თავდაყირა თუ აქ ეს ყველაფერი ესე აიწეცა. ეხლა რატომ იცით ნებისმიერი ნგრევა, დიდი ქვეყნების ნგრევა და დაშლა ეს შედეგების გარეშე უარყოფით შედეგების გარეშე არასოდეს არ მიდის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ამერიკელები ამბობდნენ რომ საბჭოთა კავშირის დაშლაო სასურველი იყო, მაგრამ უმტკივნეულოდ უნდა დაშლილიყო. ამაზე იგივე ევროპაზე დღეს საუბრობენ, ხო? ევროკავშირი იშლება, მაგრამ უნდა ვეცადოთ უმტკივნეულოდ ოღონდ იმდენი სისხლი დააკარგინეს პრინციპში ევროპის ქვეყნებს, რომ აი ევროკავშირს ასე ვთქვათ, რომ შეიძლება ისეთი მტკივნეული არ იყოს მისი დაშლა,
როგორც ირანის დაშლა იყოს მტკივნეული, აი ირანის დაშლა მართლა ძალიან მტკივნეული იქნება მთელი ამ რეგიონისთვის, იცით, იმიტომ რომ მას აი ის ასე ვთქვათ ის სისხლისგან დაცლილი როგორც წლების განმავლობაში მიდიოდა ევროკავშირის, ასე არ არის ირანი. ირანი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სახელმწიფოა. არა, თან იცით რა არის ძალიან განსხვავებული ტიპის ადამიანებით არის დასახლებული ევროპული სამომხმარებლო საზოგადოების საწინააღმდეგოდ. აქ არის ნაწილი რელიგიური, ეთნიკური ფაქტორია უძლიერესი და ის ენერგია, რასაც აღმოსავლური ენერგია ქვია, ეს სხვა რამ არის, ხომ? აბსოლუტურად სხვა არის. ეს არის ისეთი იმპერიის მემკვიდრე, რომ არა ეს აღმოსავლური ენერგია სხვა არის, მით უმეტეს იცით, ეს სპარსულ, არაბულ, აი ეს სხვა რამ არის, ეს არის რა გითხრათ, ეს არ არის სამომხმარებლო საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც იმაზე ფიქრობს, დილით მე კაცი უფრო ვარ თუ ქალი უფრო ვარო, ხო? და რომელსაც ხო 35 კაცი დაამატეს დღეს გრენლანდიაში ჯარებსო. 35 დაამატეს. ეს აბსოლუტურად სხვა აზროვნება არის და მით უმეტეს პირდაპირ ამბობდა აღმოსავლეთი ვასტოკეთ ტონკაი ეს სხვა რამ არის თან ენერგია აქვს სხვა ენერგია აქვს იცით სხვა ძალა მასკულინურია უფრო რა თქმა უნდა აღმოსავლეთი მასკულინურია ხო და ამიტომ ხო გენით ირანის არევა არ არის ესეთი გრენლანდია შეიძლება იყიდოს შეიძლება დაიპყროს ვენესუელის პრეზიდენტი შეიძლება მოიტაცო მაგრამ ირანი არ არის რა ირანს გამოესარჩლება იმდენი არა აიათოლებს და არა მართლა ღირებულებებს კი არა, არამედ გეოგრაფიას და გეოპოლიტიკას არა, სხვა. და ამას ტრამპის ნაირი ადამიანები ნელ-ნელა ნახავენ. იმიტომ რომ ბრჟეზინსკის აი ეს დეტალები არ ქონდა გათვლილი. არა და სხვათა შორის არც ჰენრი კისინჯერს არ ქონდა, ასე აი ეს იცით მოდით წავიდეთ პასიონარულ თეორიაში, აი გუმილოვთან გადავიდეთ ენერგიას რომ ამბობ, იცით? არა სხვა არის ეს დუხს, ეს ვულკანი ვით არის, ეს სხვა ენერგია, აბსოლუტურად სხვა. და ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა აი ამ ზანგეზურის და ყოველთვის ის აქტიურად იმოქმედებდა, მაგრამ ისეთ მომენტში გახდა ცხადი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, ხო, ანუ ეს დამთხევა მე მგონია რომ შემთხვევითი არ არის, ეს არის წინასწარ განზრახული და რის რეაქციას ელოდებიან. ჩუმად არის მთელი ხნის განმავლობაში ჩინეთი. ზანგეზურის დერეფანზეც ჩუმად არის რუსეთი. ტრამპს აძლევენ იმის საშუალებას ვიპოვე კი აქ ან ტრამპის პროექტის საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის ასე ქვია, ხო ეს ამომიწერია სახელწოდება ვიპოვე. ჩვენც ავყავდებით ალბათ. კი ბატონო. და რა რეაქცია შეიძლება ველოდოთ თუ ურეაქციობარითი იხსნება ჩინეთის განსაკუთრებით, თუმცა უკვე შუა დერეფნათაც მოიხსენიებენ ამ 53 კილომეტრიან გზას და რუსეთიც მკაფიო განცხადებებს არ აკეთებს. კულუარებში ნუ თუ ამაზე ალესკაზე არის საუბრის ტრამპთან და პუტინთან. აი იგივე რუსული რატომ დავიწყე და მე უბრალოდ უფრო საინტერესოზე გადავედი. გამექცა აზრი რუსულ მედიაზე რატო ისაუბრე? ზუსტად აი ამ კითხვის პასუხად იცით, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკა, ანუ ჩვენი უკანაესო, ჩვენს გარეშე არ უნდა წყდებოდეს იქ არაფერი. უნდა მოემსახუროს ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენ მოყიდით ამას ვივაჭროთ, მაგრამ ეს ჩვენი იყოს, ხომ? მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ ამას, ეს მოყვება ძველი და ამით აცხადებს აბსოლუტური პრეტენზიით. მე რომ რუსულ მედიას ვუსმენ, ახლა ძალიან ცალსახად და ძალიან მკაფიოდ ითქმის ის, რომ არ უნდა დაიკარგოს სომხეთის დაკარგვა, გვიან იქნება მერე და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს რატომღაც არ ახსენებს და მადლობა ღმერთს რომ არ ახსენებს. აბსოლუტური ტაბუა დადებული, მაგრამ ხო გენეთ სომხეთზე საუბარი არის. აზერბაიჯანის მიმართ უფრო სხვა ტიპის დამოკიდებულება, მაგრამ ის რომ ჩვენ უკრაინაში მიმდინარე საომარ ოპერაციები არ გვავალდებულებს იმას, რომ არ ვართ ვალდებული, რომ იქ მოვრჩეთ და მე აქ დავიწყოთ. არა, ეს ყველაფერი შეიძლება ერთდროულად. ანუ ამაზე, აი ბოლო დღეებში, აი 2026-ში უკვე ცალსახად მიდის საუბარი, რომ ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. ანუ ჯარები, ის რომ რუსული ჯარები აქ იდგეს, ალბათ ეს ესე იქნება. საუბარი სომხეთზე, ანუ სად უნდა იდგეს?
სომხეთში. მე მაინც ხო არის ისედაც რუსული. ხო, მაგრამ ნუ ახლა ის ფუნქცია არის არა, აი როგორც ტრამპისთვის არის გავლენის ზონა, სუსტად იგივე არის კავკასიაზე, სამხრეთ კავკასიაზე და შუა აზიაზე. შუა აზია უფრო რთული იქნება, მაგრამ პირდაპირ აი ხო გენოთ 26-ში აი ვენესუელას მერე პირდაპირ მიდის საუბრები იმაზე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოვინიშნოთ უკვე ჩვენად. არ შეიძლება ამის გაგრძელება, მერე უფრო ცუდი იქნება. მერე გართულდება რაღაცები. ანუ ჩვენ აქ უკვე უნდა დავარქვათ ამას ჩვენი სახელი. ამაზე ღიად საუბრობს რუსული მედია. აი მე თვითონ მექანიზმი მაინტერესებს, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. მოდით კოსოვო გავიხსენოთ რა. აქ რო იყვნენ, კოსოვო არ არის პრეცედენტი, არ არის პრეცედენტი. აი ეს მოდემივათ ამას საკუთარ თავს ვაგონებდით, ხო გეუბნებით, გვინდოდა რომ არ ყოფილიყო და რომ იყო არა, ამის დანახვა არ გვინდოდა და ევროპელებიც რომ თავს იტყუებენ ხოლმე და აი ესე უკომა უყურებენ და ესე არ არისო, ხო, აღქმებით არის. იგივე არ ვენესუელაზე რაც აჩვენა ტრამპმა და რაც თქვა პრეცედენტია. მორჩა გათავთ. ძალის სამართალი არის იგივეს გააკეთებს რუსეთი აბსოლუტურად შეუზღუდავად იმ რეგიონებში, რომელსაც გაიყოფს ჩინეთთან. მაგრამ ჩაუჯდა აქ ტრამპი აყვავებისთვის. ვაიმე, კარგით რა. კარგით რა. ერთი რუსეთი და ჩინეთი ვენესუელაში დაამარცხებენ ამერიკას. ხო, არ გააკეთებენ ამას. იმიტომ კი არა რომ არ გააკეთებენ ამას, იმიტომ რომ კუბა ყველას ახსოვს და კუბაში ჩაყრილი უზარმაზარი ძალები, ენერგია, რესურსები, ყველაფერი ხო, მაგრამ ნუ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური თამაში. ხო, თამაში იყო და იგივე თამაშია ჩემი აზრით ზანგეზური ამერიკისგან. როგორც თქვა ვენესუელა იყო რუსეთის და ჩინეთისგან, ხო? იგივე თამაშია, მაგრამ ის რომ ტრამპმა შექმნა პრეცედენტი ვენესუელით და თუ გრენლანდია იქნა, ხო საერთოდ ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენ თქვით კითხვის ნიშანი, არ ჩავზღვაზია ჩემი აზრით კითხვის ნიშანი და არც სამხრეთ კავკასიაზე კითხვის ნიშანი არ დგას. აქ ეს ყველაფერი უკვე გათვლილია, უბრალოდ მიდის ხო გონეთ რაღაცა შტრიხები, რომლითაც საბოლოო გადანაწილებას უნდა დაისვას წერტილი საბოლოო გადანაწილებას. ხატვა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მე გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს ნახვამდის.